მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც პარასკევს სახელმწიფოს მოახერხეთ და შემოხვედით. ეს დაინტერესება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო არის, რომ სწორი მოლოდინების შექმნა კურსთან მიმართებაში, პროცესთან მიმართებაში და ზოგადად დეველოპმენტთან მიმართებაში. რაც შეეხება iOS developments, მოკლედ მე მგონი TBS-ში ისწავლება, ხო, მაკო? TBS-ს აქვს მე მგონი bootcamp-ი, რომელიც უფრო bootcamp-ური. ცოტა სხვა ტიპის არის, უბრალოდ სხვა კონტრაქტით და სხვა ნებისმიერობით ისწავლება. TBS-ში ისწავლება, მე გავდიოდი მაგ კურსს. უფასო არის, ხო, მინიმუმ ხო, სხვა პირობები. თავარი არის ის, რომ მინდა სწორი მოლოდინი შეიქმნათ და რა არის ახლა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოდი ერთი კურსი გავიაროთ და 3 თვეში ჩვენ junior developer-ი ვიქნებით. ეს არის ილუზია რა. არ ხდება და ეს არის უბრალოდ რავი ისეთი მიდგომა, რომ ოღონდ კურსი დაიწყოთ ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კურსი, როცა მიდის წარმატებულად დაამთავროს developer-ებმა. ყველა ვარიანტში. ანუ წარმატებულ დამთავრებაში გულისხმობ იმას, რომ მან თავისი მაქსიმუმი ჩადო და ამ მაქსიმუმის ჩადების შემდეგ მინიმუმ ის მაინც გაიგო არის თუ არა მისი ეს პროგრამირება, მოსწონს თუ არა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ თუ სწორი ხაზები გვექნება გავლებული, მაგ შემთხვევაში უკვე გვეცოდინება, რასთან გვექნება საქმე და მე რაღაც სიურპრიზი არ იქნება და არც ერთი მხარე მოტყუებული არ დავჩებით, არც თქვენ და არც მე, იმით რომ ის საჭირო რესურსი იქნება კურსში ჩადებული, რაც საჭიროა. იმისთვის რომ წარმატებულად დამთავრებულად ჩაითვალოს კურსი. წარმატებულად დამთავრებულად ჩემთვის ითვლება ის, პირადად როცა კურსი წარჩინებით თავდება ყველა უკლებლივ ყველა დეველოპერის მიერ და ეგ არის თავარი მიზანი რაღაც გეგმა არ არის რომ 50%-მა უნდა მიიღოს რაღაც ქულა, ეს არ არის გეგმა. გეგმა არის რომ ყველამ კარგად თავისი მაქსიმუმი ჩადოს მოკლედ კურსში და ზოგადად საქმეში. ეს შეიძლება თქვენ ახლა ჩამოყალიბების პროცესში ხართ, iOS development-ი მინდა, Android-ი მინდა, front-ი მინდა, back-ი მინდა. ეს მიდგომა ვრცელდება ყველა კურსზე მოკლედ. თუ თავდადებით მიუდგებით საქმეს და ისეთ რაღაცებს გააკეთებთ, რაც აქამდე სხვა საქმისთვის არ გაგიკეთებიათ, მაშინ მიაღწევთ წარმატებას. არც ერთი development-ის კურსი, არც 3 თვეში, არც 9 წელიწადში არ მიგიყვანს მარტო კურსად კურსი იმ წარმატებამდე, რაც ხშირ შემთხვევაში არასდროს აქვს ხოლმე შექმნილი ახალბედა developers ან მოკლედ მსურველებს, ვისაც უნდათ რომ developer-ები გახდნენ. მოკლედ გვაქვს ოკეი. ცოტას ჩემს შესახებაც ვიწვი. ახლა მუშაობ Check 24-ში iOS developer-ად. აქამდე მუშაობდი Lemondo business-ში და ორი სხვადასხვა ტიპის კომპანია, ერთი რომელსაც თავისი ძალიან ძლიერი მხარე აქვს, რასაც ქვია დიდი არც თუ ისე პატარა აპლიკაციების შექმნა და სწრაფი გასვლა მარკეტზე სხვადასხვა პროდუქტით და ესეც სხვა გამოცდილებას იძლევა დეველოპერისთვის და მეორე რომელიც სისტემატიურად ერთ და იგივე პროდუქტზე მუშაობს, რომელიც ურიცხ მომხმარებელთან არის მოკლედ კავშირში და ამასაც თავისი გამოწვევები გააჩნია. გუნდი რომელიც ერთ დიდ პროექტზე მუშაობს, იმას სხვა გამოწვევა აქვს და გუნდი რომელიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს, იმას სხვა გამოწვევა. იქ მნიშვნელობა არის კიდევ თუ რას ანიჭებ როგორც ბიზნესი უპირატესობას და შესაბამისად მოკლედ საინტერესოა ორივე მხარეს მიღებული გამოცდილება და ბევრს ჩემზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ერთი დავამატებ იმას, ძალიან დიდ სიამოვნებას მაინტერესებს ის, როდესაც ვაზიარებ ცოდნას და ვხედავ, როცა ხალხს აინტერესებს ის, რასაც ვაზიარებ და მეტი ეგ არის. კარგი. დღევანდელი გეგმა რა არის? დღევანდელი გეგმა არის მოკლედ მოვალეობები, რბილი უნარები, ტექნიკური უნარები, ანაზღაურება და მოთხოვნადობა მოკლედ ამ კონკრეტული პროფესიის ბაზარზე. და საიდანაც დავიწყოთ ამის შესწავლა. კითხვა თუ გექნებათ, შეგიძლიათ ხელი აეწიოთ, თუ კამერების ჩართვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მე მირჩევნია თუ ჩართავთ, თუ ვერ ჩართავთ, არ არის პრობლემა. და დავიწყოთ მოკლედ. მოვალეობებს რაც შეეხება
მოკლედ არ არის ხშირ შემთხვევაში ისე რომ ჩვენ მოკლედ დავჭდებით და კოდს წერთ რაღაც პროდუქტი შეიქმნება და მორჩა. აი გამზადდა და მე გავაკეთე ჩემი საქმე როგორც დეველოპერმა. გარკვეული ნაწილი დღის არის ეს, ახლა საათობრივად უნდა დავყოთ, მაგრამ ნახევარი მაინც შეიძლება ითქვას არის კომუნიკაცია სხვა თანამშრომლებთან ერთად და იმ კონკრეტულ პროდუქტზე მუშაობა ჯგუფურად, რასაც აკეთებთ. მოდი ჯერ ჩვენ ზოგადად შევხედოთ მოვალეობებს, რა მოვალეობები აქვს iOS developers და ზოგადად developer-ის ჭრილშიც განვიხილოთ, შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა საკითხებზე. კონკრეტულად iOS სპეციფიკას რომ შევეხოთ, მოკლედ უნდა შევქმნათ აპლიკაცია, რა თქმა უნდა, ესეც ჩვენი მოვალეობაა და ერთ-ერთი ძირითადი, რა თქმა უნდა, ის არ არის, რომ არ გჭირდება პროგრამირება, კი ბატონო, პროგრამირება, ანუ აპლიკაციის შექმნა, ასევე შესაძლებელია ის, როდესაც აპლიკაციის ვერსიებად მიწოდება ხდება App Store-ზე, შემდეგ ეტაპებზე უკვე განახლებების, დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ახალი შესაძლებლობების მიმატება თუ ძველის მოშორება და შემდეგი სხვა დეტალები. ასევე კომუნიკაცია შეიძლება გქონდეს დიზაინის ჯგუფთან, შეიძლება გქონდეს backend-თან, web-თან და სხვადასხვა დეველოპერებთან შეიძლება გქონდეს ტექნიკური შეხება. პროექტ მენეჯერებთანაც, ჯგუფის ლიდერებთან და სხვა მრავალთან. ანუ ის რომ მხოლოდ მარტო კოდს წერთ, ეს არ არის iOS development-ი მარტო, ეს არის კოლაბორაცია სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან ერთად. კითხვები თუ გვაქვს? აი ბატონო. მნიშვნელოვანი გისმენთ. სახელი რო შემახსენოთ, შეიძლება წარწერეთ ვერ ხვდები. გისმენთ. შეიძლება დამირთული ხარ. ხმის ისმის? კი ბატონო. როგორც თქვენი ინფორმაციას კითხულობდა რა, ეხლა data analytics ხარ და პლუს iOS developer-ი რა? არა, data analytics-ი არ ვარ. უნივერსიტეტის დაუმთავრებულ კურსზე მუშაობდი წამყვან პროფესორთან ერთად კონკრეტულ საკითხზე. რას ფიქრობთ ამ ორი პროფესიის შეერთება ერთ პროფესიად გამოვა თუ არა რა? ჯერ ერთ-ერთი ისწავლა ამგად iOS developer-ი და შემდეგ ის, იმიტომ რომ backend-ს ანუ host-ის სერვერი და host-ო შენით და უფრო დამოუკიდებელი იქნები, როგორც და უფრო წინ წახვალ როგორც junior developer-ი და უფრო დიდი პროფესია იქნება შენთვის რა და მაღალ ანაზღაურებად. გასაგებია, მადლობა. ხო, მნიშვნელოვანი არის რომ ჯერ ერთ კონკრეტულ საქმეში მოახდინოთ სპეციალიზაცია და შემდეგ თუ სხვა რამ გაგვიტაცებს, რატომაც არა სიამოვნებით. მაგრამ პარალელურად ამის დაპარალელება არ არის მოკლედ თლად. კარგი ამბავი, იმიტომ რომ იქ მოგიწევს სხვადასხვა გარემოებთან შეხება, სხვადასხვა ენასთან მოგიწევს შეხება და შესაბამისად სწავლის პროცესი გართულდება. გამორიცხული არ არის, შესაძლებელია რომ გავაკეთოთ, მაგრამ მით უმეტეს, როცა ნულიდან ვიწყებთ პირველ პროგრამირების ენას, მაგ დროს ორის პარალელურად სწავლა არ არის კარგი. მაგრამ თუ ერთი უკვე კარგად ვიცით და ორს გვინდა ხან ერთს და ხან მეორეს და ხან მესამე ენას შევახოთ ასე ვთქვათ, მაშინ ეგ უკვე პრობლემა არ იქნება, მაგრამ ერთი ძლიერი ფუნდამენტი რაღაც კონკრეტულ ენაზე უნდა მივიღოთ, რომელზეც არ შეგვიშლის სხვა ენები ხელს. მარიამ გის. გამარჯობათ. მოკლედ ორი შეკითხვა მაქვს. პირველი ის არის თუ მაინტერესებს რამდენად მოთხოვნადია iOS development-ი ქართულ ბაზარზე და მეორე კონკრეტულად რომელი ენები გამოიყენება iOS აპლიკაციების დასაწერად. კი ბატონო. ეგ ჩვენს შემდეგ სლაიდზეც იქნება, თუ რამდენად მოთხოვნადი არის, ენას რაც შეეხება გამოიყენება Swift-ი და Objective-C უფრო ძველი framework-ისთვის, მაგრამ ახლანდელი ენა არის Swift-ი. იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მოთხოვნადი არის.
შემდეგი რბილი უნარები. რბილი უნარები არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა აქედან არამნიშვნელოვანი არც ერთი არ იქნება, რაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ამას განსაკუთრებულად იმიტომ ვუსვამ ხას, რომ მინდა მოლოდინი შეგექმნათ იმაზე, რომ ეს არ არის მარტო კოდის წერა. ეს არ არის ის, რომ მარტო მიიღო ინფორმაცია და მარტო რაღაც გააკეთო. მნიშვნელოვანი არის სწორი კომუნიკაცია რა გააკეთე, ის რომ მიიტანო სადაც მოკლედ ელოდებიან ამ შენს საქმეს. ან კიდე ის რომ გაიგო, თუნდაც კომუნიკაცია არ არის მარტო თქმა. კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მხარე არის მოსმენა. გაგება იმ კონკრეტული საკითხის თუ რასაც გეუბნებიან და ამის მერე უკვე სწორად დაგეგმარება, მნიშვნელოვანი შედეგი არის მოკლედ კომუნიკაციის და სწორ დეტალებზე ყურადღების გამახვილების. მნიშვნელოვანი არის ასევე რომ თუ ჩვენ რაღაც გვესაჭიროება ისიც რომ სწორად მივიტანოთ ჩვენ ჯგუფის უფროსი იქნება, ჩვენი გუნდელი იქნება, თუ ნებისმიერი რგოლი კომპანიაში, ეფექტიანობა არის უმნიშვნელოვანესი. და ის რომ რაღაც თავისით გასწორდება, თავისით არაფერი არ გასწორდება და ის რაც შენ წარმოგიდგენია რომ შენს თავს ირგვლივ ხდება, თუ შენ ეს ინფორმაცია არ მიიტანე, მასთან ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ შენი ასე ვთქვათ, გარემო უკეთესი გახადოს, ჯერ ეგეთი არც ის მინდა რომ ეგოისტურად ვიფიქროთ, მარტო შენი გარემო უნდა გახადონ უკეთესი. შენ სხვისი გარემო უნდა გახადო უკეთესი და ყველაზე კარგი ამ პროფესიაში არის ის, რომ მიდგომა არის განსხვავებული, აქ პირველობა სხვანაირად იზომება, არ არის რომ აბა შენ აი მეორე მეხზე დამჯდარ დეველოპერს უნდა აჯობო. არა, თქვენ ერთად უნდა იყოთ ძლიერი გუნდი, რომელიც კარგ მნიშვნელოვან პროდუქტს შექმნის და ღირებულებას მოუტანს ამა თუ იმ კომპანიას. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბნელი, რომ ჯანსაღი კონკურენცია გადაზრდილი საერთო მიზანში არის მოკლედ მთლიანად ამ ეკოსისტემის დამახასიათებელი თვისება და გონება ცოტა შესაძლებელი არის სტანდარტული პირველობიდან გუნდურ პირველობაზე და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ამ პროფესიაში. ასევე მნიშვნელოვანი არის დროის მენეჯმენტის საკითხი. დროის მენეჯმენტი ანუ ჩვენ თუ რაღაც კონკრეტულ პროდუქტს ქმნით, დრო ფულია და მართლაც რომ პირდაპირ მნიშვნელობით ფულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გავაკეთოთ გინდა თუ არა ჩქარა, რომ გავიდეს ბაზარზე და ჰოპ მორჩა, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ამას მოსდევს განვითარებაც. უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყველა შემთხვევაში, რომ რაღაც კონკრეტული პროდუქტი, მით უმეტეს თანამედროვე პროექტების მართვის გზით, ყოველთვის არის მზარდი და ყოველთვის არის განახლებადი. თუ გვინდა რომ ფეხი ავაწყოთ იმ სიახლეებს, რასაც პლატფორმები და თუნდაც ზოგადად ბაზარი თავაზობს, მაგ შემთხვევაში პროდუქტი უნდა განვითარდეს. და ის რომ შენ პროდუქტს დღეს როცა აკეთებ, ხო? ის მომავალში აუცილებლად უნდა განახლდეს და ამ განახლებისთვისაც იმდენად უნდა იყოს შენი პროდუქტი მომზადებული, რომ განახლებაც ძალიან ბევრი დრო არ დაიკარგოს. ანუ წარმოვიდგინეთ სახლის აშენებას რო შევხედოთ, სახლის მშენებლობა რო დავიწყოთ, რამდენი რაღაც არის გასათვალისწინებელი. ისეთ სახლზე, რომელმაც შეიძლება რომ მომავალში შეიცვალოს ფორმა, შეიცვალოს ფართი და ისიც თუ რამდენად მოქნილი უნდა იყო. აქ ეხლა ცოტა მეტი საშუალება გვაქვს ლავირების სახლი შეიძლება მთლად არც ისე საუკეთესო ვარიანტია მაგალითად, მაგრამ ფუნდამენტი შეიძლება რომ სახლში ფუნდამენტს ვეღარ შეცვლი, მაგრამ ზოგადად მოქნილი უნდა იყო ცვლილებებზე. და ეს არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება როდის თავდება მოკლედ ეს ახლა რომ ვისწავლე და როდისღა ჩერდება ახლა ეს სწავლა, ხო? სწავლა არ ჩერდება. სწავლა არ ჩერდება საერთოდ. უბრალოდ მე უკვე მოთხოვნილებაა და გინდება რომ როცა ხედავ რომ შენი სწავლის შედეგად პრაქტიკულად იღებ სიამოვნებას, შემდეგ უკვე რავი, გუნდება ავტომატურად გონებას რომ უფრო მეტი გააკეთო და უფრო მეტი სარგებელი მოუტანო შენს გუნდს, შენს თავს და ზოგადად რავი.
სამყაროს. ამიტომ ეს არ არის რაღაც დანიშნულების წერტილი, სადაც მიხვალ, აი დაარჭო ფალანს და იტყვი რომ აი მორჩა და მე აქედან უკვე მეც აღარ ვსწავლობ და ვარ გმირი. არ ხდება ასე, შენ პროცესით უნდა ისიამოვნო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პროცესით სიამოვნებ, მაგ შემთხვევაში გამოგივა ძალიან კარგად. თუ პროცესით სიამოვნებ, შეიძლება თუნდაც მატერიალური სარგებელი, რაც თან ახლავს ამ პროფესიას, ისიც ტანჯვად გადაიქცეს, თუ ეს არ იქნა შენთვის სასიამოვნო. ამიტომ მნიშვნელოვანი არის თქვენი დამოკიდებულებების სწორი მონიტორინგი. არ იყო, ანუ რა თქმა უნდა, თავს პატარა ჯილდოები უნდა მისცე და უნდა გაგიხარდეს ის რაღაცა შეავსე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაჩერების საბაბი. და მნიშვნელოვანი არის, რომ თავიდანვე მზად იყოთ მუდმივი განვითარებისთვის. თუ ეს არ მოხდება, მოკლედ არ მოხდება ისეთი რაღაცები, რაც თქვენ გაგიხარდებათ. გისმენთ? მოკლედ მაინტერესებს როგორც დამწყები დეველოპერი, რომელიც ჯერ ახლა სწავლობ პროგრამირებას. მე მაგალითად ჯერ ახლა დავხურე პირველი კურსი და უკვე საერთოდ мотиваცია დავკარგე, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვერ ვიგებ. და ანუ როგორ უნდა გამოიმუშაო ეს ნებისყოფა და მოთმინება, ან мотиваცია როგორ უნდა აიმაღლოს სწავლის მიმართ? ეგ მაინტერესებს თქვენ. პირველ რიგში სწავლის მიმართ мотиваცია როგორ უნდა აიმაღლო. პირველ რიგში უნდა აკეთებდე იმას, რაც მოგწონს. და ეს ცოტა ისე ჟღერს, რომ აი საიდან გავიგო რა მომწონს, მოკლედ ახლა ვიწყებ სწავლას და სად გავიგო, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი კეთილის მრჩეველი ადამიანი ყავს, დარწმუნებული ვარ, ირგვლივ ეს იქნება ნათესავები, მეგობრები თუ მოკლედ სხვა ადამიანები, ძალიან ბევრ რაღაცას გვირჩევენ. მაგრამ ეს არის მათი შეხედულება კონკრეტულ საკითხებზე. მათ შეიძლება სხვა მხარეს გადავიზარდოთ, მაგრამ ვფიქრობ არ ვაშავებთ არაფერს, იმიტომ რომ კარგს ვამბობთ. მინიმუმ ჩემი გადასახედიდან. მნიშვნელოვანი არის, რომ გაიგო პირველ რიგში რა მოგწონს. და ცხოვრება შეხედეთ ისე, როგორც პატარა სათავგადასავლო თამაშს და რაღაც კონკრეტულ მომენტებში იქნები, სადაც იგრძნობ, რომ უი არ დაიღალე. და ქსიამოვნებს. და როცა არ დაიღალე და ქსიამოვნებს, ეგ არის უკვე ის რომ მოგწონს ერთი ნიშანი. როგორ შეიძლება მივადგეთ? შეიძლება მივადგეთ სხვადასხვანაირად. დავიწყოთ სხვადასხვა ადგილას რაღაც კეთება, რა მაგალითად ბევრი რაღაც შეიძლება. ბავშვებთან გქონდეს ურთიერთობა, იქნებ და სკოლაში გინდა რომ ბავშვებთან, ან თავარია რომ სიამოვნება მოგანიჭოს საქმემ. მატერიალური მხარეც გასაგებია, მაგრამ ეგ არის ჯერ თავარი. თუ საქმე სიამოვნებას განიჭებს, ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება რომ მატერიალურ სარგებელს მოხდეს ამას. ამიტომ ეძიე რა მოგწონს და სინჯე ბევრი რამ. მოსინჯე თუნდაც პროგრამირება, მოსინჯე თუნდაც არ ვიცი, მასწავლებლობა, მოსინჯე ველოსიპედით სიარული, მოსინჯე არ წერა, ბევრი რაღაც გააკეთე, სადღაც ნახავ რომ ქსიამოვნებს. ქსიამოვნებს იმიტომ რომ თან გამოგდის და თან არიღლები იმის კეთებისთვის, იმიტომ რომ ხედავ გამოგდის. და ეს გამოგდის დროთა განმავლობაში მოდის შრომით. ანუ რაღაც თავიდანვე კრახის წინაშე თავი არ დააყენოთ, თავიდანვე მოსინჯე და თქვი რომ აი ერთ თვეში მე ამას თუ არ გავაკეთებ კი არა. მოდი მე ჯერჯერობით ვეცდები ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გაგებას. წავიკითხე კომენტარი მარიამ, ეს უბრალოდ ზოგადი, იმიტომ თქვი რომ ზოგადისკენ გადავიხრები მეთქი, იმიტომ რომ ეს მინდა რომ შესავალი გავაკეთო. რაც შეეხება პროგრამირების კუთხით, мотиваცია საიდან უნდა ვიპოვო თავს. თუ თავიდან ყველაფერი გაუგებარია, გამოდის რომ არასწორ კითხვებს ვსვამთ. სწორი კითხვები როგორ დავსვათ მაშინ? პირდაპირ შეიძლება ეს არ გააკეთოს ბევრმა ადამიანმა და ამის გამო რაღაცებს გადაახტეს და შემდეგ გამოტოვოს მნიშვნელოვანი. კითხვა დავსვათ, რავი, თუ გინდ mind map-ი შევადგინოთ, არის 1000 პლატფორმა არის, MindMeister-ია, სადაც შეგიძლია საკუთარ თავს გაუშალო რუკა და შენი ფიქრები ჩამოუწერო, რომ აბა რა მაინტერესებს, საერთოდ ინფორმაციული ტექნოლოგიები მაინტერესებს? კი, ოკეი. იმაშინ სხვა მხარეს ერთი წუთით ვაპაუზებ, იმიტომ რომ ბევრ რამეზე კონცენტრირება არ გამომივა. კარგი. მაშინ რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის საჭირო არის, რომ ფუნდამენტები კომპიუტერული მეცნიერების გავიგო. როგორ მუშაობს? ეხლა
მყარი დისკი როგორ ინახავს ინფორმაციას, შეიძლება iOS developers როგორც ასეთი ჯერ არ დაგჭირდეს, მაგრამ ის რომ ჰაერში არ იყო გამოკიდული შეგრძნებებით მომავალში როგორც დეველოპერი, მნიშვნელოვანია ის რომ საწყისები იცოდე. არის ძალიან ბევრი უნივერსიტეტი, სტენფორდი, MIT მე მგონი, მოკლედ ბევრი უნივერსიტეტი, რომელსაც ღია სილაბუსებია გამოდგმული, YouTube-ზეც არის ვიდეოები. Შეგიძლია გაიგო ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის ანუ როგორ მუშაობს სანამ პროგრამული უზრუნველყოფას გაიგებ იქამდე როგორ მუშაობს ზოგადად ის რაც ამას ამუშავებს. ზოგადად ამას გაიგებ, შეხედავ. მე იქნები კონსისტენტური, ეგ არის მთავარი. მოდი შაბათ-კვირას ჩავუჯდები, ეგ არ გამოვა, დაივიწყე შაბათ-კვირას ჩაჯდომა, არის სტრესი, იმიტომ რომ შაბათს ან კვირას შეიძლება ორივე დღეს არ გეცალოს. მე ჩაგივარდა ერთი შაბათი-კვირა და ეს მთელი კვირა ეხა ელოდები, ხო, იმიტომ რომ შაბათი-კვირისთვის გვაქვს ეგ საქმე გადადებული. მოვიდა მეორე შაბათი-კვირა და მე ის შედეგი არ გაქვს, რაც შეიძლება და ორ კვირაში მოსალოდნელი ყოფილიყო. ამიტომ არ გადადო. როდესაც შენ ლევის პროცესში ხარ და იგებ რა გინდა მოგეწონოს და რა არ გინდა მოგეწონოს, მაგრამ შეიძლება რომ დაბადების დღეები გამოტოვო და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალები გამოტოვო. ან ფინალი კიდე არ არის, არ გამოტოვებ, ან ფინალს ნახევარფინალს გამოტოვებ და ფინალს უყურებ ეს იქნება, მე იმის საფასური პირობითად ვამბობ. რა ეხა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთხელაა წელიწადში, შეიძლება უყურო, მაგას არ არის ასე პირდაპირ ძალიან დიდი მკაცრი მიდგომა, მაგრამ ის რომ შენ ახლა ისე ვიგივე ცხოვრება გააგრძელო, არ მოიტანს სხვანაირ შედეგს. რაღაც უნდა დადო რა სასწორზე, ასე თქვა, სასწორზე ის კი არა რაღაცა სხერპლი. ღირებულება დადო უნდა, რაც მე მიცემს, ეს დადებული ღირებულება მოგცემს мотивაციას. არ წავედი ეგერ დაბადების დღეს და ხა საშტყვილა ხო არ დავჯდები, ავდგები და გავარკვევ რაღაცას. და როდესაც ფასი შეძინე შენ დროს, მაგ შემთხვევაში იმ დროს უკვე ეფექტურად გამოიყენე და კითხვები დავცვათ. კითხვების დასმის დროს მნიშვნელოვანია ეს დასვა ღირებული კითხვა და მარტივი კითხვები. არ არსებობს არც ერთი რთული კითხვა, რომელიც მარტივ კითხვად არ იშლება. და დიდი კითხვის გადაჭრა ყოველთვის პატარ-პატარა კითხვების გადაჭრით ხდება. ანუ ეგრევე დიდი ამბავი არ გვარდება. ამიტომ სწორი კითხვები დასვი. მეც უპასუხო. ისმენ ბოდიში მაგ. ესე იგი, ხო, აქ ძალიან საინტერესო არის, რომ გიჭირს და რაღაც მომენტში იგებ თუ გიჭირს და საერთოდ ვერ იგებ და რა მომენტიდან ვეღარ გაიგე. იქნებ მართლა ნუ რაღაც მონაკვეთი ჩააგდე ან რაღაც არასათანადოდ მოგაწოდეს, ეგეც არის, იმიტომ რომ მე შემხედრია ისეთი ტრენერები, რომელსაც უცნაური მონაკვეთიდან დაუწყეთ რაღაცის ახსნა და აი ზუსტად ის თავდაპირველი ფუნდამენტი თუ გამოტოვეთ, ძალიან რთულია, რომ ესე შუიდან დააშენოთ დანარჩენი დებულებები რა. აქედან გამომდინარე, მარიამ, შეიძლება თქვენი პრობლემა საერთოდ არ იყოს და იყოს პრობლემა ახსნის და მიწოდების და მოტანის ამ რაღაცის, რასაც გასწავლიან. ამიტომ ნახეთ, ცადეთ სხვა რესურსები, როგორ გაიგებთ და უფრო კონკრეტული შეკითხვა დაუსვით მართლაც თქვენს თავს. ანუ აი ლექციებს რასაც ესწრებოდეთ, პირველივე ვერ გაიგეთ? თუ მესამედან ვერ გაიგეთ. აი მესამეზე რა მოხდა, რა იყო იქ სირთულე და ესე გაყევით რაღაცნაირად. არ არსებობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვერ გაგეგოთ, ხო? კი ბატონო. და რაც მთავარია, ხო, არ ვიცი, ხა ეს ვასუმს თავიდან იმით დაიწყო, რამდენად თქვენ ეს თემები მოგწონდათ, ხვდებოდით, რომ მოგწონდათ და ამიტომ აირჩიეთ უნივერსიტეტშიც ეს მიმართულება, ხო, პირველ კურსზე ხართ, როგორც აღნიშნეთ. ამიტომ ეს კითხვებიც ვალიდური არის, შეიძლება აღმოჩნდეთ პირველ მეორე კურსზე, რომ საერთოდ არ ყოფილა თქვენი ტექნოლოგიები და საერთოდ სხვა რაღაცებზე ფიქრობთ, სიამოვნებთ სხვა რამის. აქ ერთ ბოდიში მაკოეთ რაღაც დავამატებ, იმიტომ რომ პირველ კურსზე იმდენად ბევრი რაღაც ისწავლება და იმდენად მრავალფეროვანი რაღაც ისწავლება, ხა კონკრეტულ უნივერსიტეტებს არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, რომ შეიძლება პირდაპირ აი რავი 12 საგანი ხო ისწავლება თუ რამდენიც არის გააჩნია, ხო? ან ცოტა ბევრი თქვი მე მგონი, მაგრამ მოკლედ რამდენიმე საგანი ისწავლება. შეიძლება მეორე კურსიდან იწყება ისეთი საგნების სწავლა, რომელმაც მიგიზიდა. უნივერსიტეტს არ უნდა შეხედო აუცილებლად ის, რომ გინდა თუ არა ეგრევე უნდა ნახო შენი დანიშნულების პროფესია რა. უნივერსიტეტს შეხედე, ანუ ისეთ მოცემულობად, რომ აქ შეგიძლია შენი ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული ხალხი ნახო. ეგ შეგიძლია ნახო, ეგ არის უნივერსიტეტი. და
ერთად გააკეთოთ რაღაც. ანუ რბილ უნარებზე ვარ ზუსტად და ეგ არის მნიშვნელოვანი გუნდურად მიიღწევა. აქ არ არის რაღაც ერთეული სამურაი, რომელიც უნდა გავიდეს და ბოლოში რაღაც დრაკონი უნდა მოკლას. რა, ეს არის გუნდური. ამიტომ სწორი კომუნიკაცია, ნახე თანამოაზრეები, შეიძლება შენ ჯგუფში არ იყოს, მეორე ჯგუფში იყოს. გააკეთე რაღაც ჯგუფი, სადაც შეხვდებით ერთმანეთს, ისაუბრებთ რა ხდება საერთოდ, სად რა ვსწავლობთ, რას ვაკეთებთ, რა გველის. გადახედე მეორე კურსელები, ანუ მეორე კურსელები რას აკეთებენ. იმათი აზრი მოისმინე, ოღონდ ანუ განსხვავებული იქნება, ამიტომ შენს განშის ვალდებულება ბჭყალებში არც არის, პრინციპში ვალდებულება გაქვს, ხო, წელიწადს ხარჯავ და იმ დროით მატერიალს ხარჯავ და მატერიალურსაც სავარაუდოდ და გმართებს განსჯა იმის თუ სად გიწევს მისვლა და იმ რაღაცების მოკლედ კარგად გაანალიზება, რამდენად კმაყოფილი არიან შენს გზაგავლილი, ასე ვთქვათ, ხალხი. ანუ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული ხალხის მოძებნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები მოკლედ ამ საქმეში. კიდევ თუ გაინტერესებს რამე, იკითხე არ მოგერიდოს, უფრო დეტალებშიც ჩავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ. უნივერსიტეტი თითქოს ისეთი რაღაც არის, მინიმუმ ძველი სწავლებიდან ასეა გადმოცემული, რომ აი მივალთ და ამას რომ მოვჩები, ასე დამთავრდება და ეს პროფესია მექნება. არა, შეიძლება უნივერსიტეტის მერე სულ სხვა პროფესიით წახვიდე. ეგეც არ არის გამორიცხული, უბრალოდ სწორი კითხვები დაასვი. მოიძიე რა მოლოდინი გაქვს და რას აპირებ რომ გააკეთო. ეგ არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ფაკულტეტიც არ არის თლად ისეთი, რომ აი ამას ელოდი და სხვანაირი საიდან უნდა ელოდე, მით უმეტეს ინფორმაციის მიწოდება ცოტა რთული არის, თუ ძალიან მონდომებული არ ხარ, რომ სკოლის პერიოდში მიიღო ეს ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლემ ეგრევე იცოდეს რა უნდა, ეს არის ძალიან რთული. ანუ რთულია, შეიძლება გააჩნია რა როგორ, რანაირად, რა დამოკიდებულებებით არის ამა თუ იმ საკითხებთან, მაგრამ როცა უნივერსიტეტში აბარ რავი, ერთი შაბათი კვირა, ანუ ორი შაბათი კვირა დავუთმე თავს და კითხვები მინიმუმ გაიმზადე, რომ აბა ამათ გავარკვევ მე ამ თვის ბოლოს და მე მეცოდინება, რომ აი ამ კითხვებზე პასუხი მექნება. თავიდანვე შეაფასებ, აი დროის მენეჯმენტი ვახსენე წინაზე და თავიდანვე ამასაც გამოიმუშავებ, რომ შენ რომ ესა თუ ის კონკრეტული კითხვები გაქვს, რომელოდი ისე მალე გაეცი პასუხი, 10 კითხვა რო ქონდა ჩამოწერილი იქნება ამ თვეში მოინდომი და 2-ს გაეცი პასუხი. ამიტომ ხასიათზე უნდა იყო რომ 8-ს ვერ გაეცი. არა. ამით ხვდები რომ უი, თურმე გეგონა ჩქარა მოაგვარებდი და მე უკვე მოლოდინი სხვანაირი გექნება და ამუშავებ და მოკლედ გახვალ ძალიან კარგ შედეგზე. არ მომფრო სწრაფად, არ მომფრო ნელა. გახვალ შედეგზე და თავარი სიჩქარე არ არის, თავარი არის კონსისტენტურობა. და რავი, არ მინდა რომ ზედმეტად ჭემეთყოლად გამოვიდეს, მაგრამ მართლა სჯობს ტალანტს კონსისტენტური მიდგომა და ამის რავი რამდენი ეს ფოტო არ მომიტანია სამწუხაროდ, მაგრამ აი წვეთობით რო ქვაზე წყალი ეცემა გექნებათ სავარაუდოდ ნანახი, რომ გაუხრეტია რამდენიმე წლის მანძილზე და წყლით რომ მიასხა, ასე პირდაპირ ჭავლით რომ მიასხა, არაფერსაც არ დააკვებს ამ ქვას. ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის მოთმინება და მოგზაურობის სახით ყურება ამ კონკრეტულ საქმეზე. ანუ მოთმინება და სწორი კითხვების დასმა ეს არის მნიშვნელოვანი. და პრაქტიკულად კეთება. ხო, ანუ მარტო კითხვები არა, პასუხები საჭიროა. კი, პასუხები უნდა გქონდეს. იგივე აი პროგრამირებას თუ სწავლობთ, ალბათ კოდს წერთ ხოლმე და აი რაღაც მომენტში იჭედებით და რა მომენტში იჭედებით ამის დაკვირვება, მაგრამ თუ არ ცდით და ამბობთ რომ ვერ ვიგებთ და მალე ყრით ფარხმას, ეგ უკვე თქვენს თავზე არის ამუშავა, რომ ეს იცოდეთ რომ ნებისმიერ პროფესიაში გადააწყდებით ესეთ მომენტს, როდესაც რაღაც არ გამოგივართ და თუ ძალიან მალე აიცრუებთ გულს, ყველა პროფესიიდან გაიქცევით. ამიტომ ეგ უნარი უნდა გამოიმუშავოთ, რომ რაღაცნაირად მუდმივად, დისციპლინირებულად, ყოველდღურად რაღაც დრო დავუთმო. შეიძლება დიზაინერი ვიყო და ყოველდღე არ ვხატო, მაგრამ ვათვალიერო სხვების ნამუშევრები. ესეც შეხება არის პროფესიასთან და ამუშავებს გემოვნებას და ხედვას და რა ვიცი, ინსპირაციას გაძლევს. ამიტომ თითოეულ პროფესიას რაღაცა თავისი წილი, ყოველდღიური რუტინა აქვს, რომელშიც უნდა იყოთ, რომ აი ბოლომდე პროფესიონალად იქცეთ ალბათ. ზუსტად. და ანუ მნიშვნელოვანი არის რომ აკეთო და კომუნიტიში იყო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. იქნებ იგივე შეცდომა დარწმუნებული ვარ რომ ისეთი პრობლემა არ გექნებათ, რაც სხვა დეველოპერს არ ქონია. პროგრამირებაში არ არსებობს ისეთი პრობლემები, რომელიც სხვას არ ქონია მithmetes დამწყებ ეტაპზე. და ამიტომ
იყავით community-ში ჩართული, როგორ ჩავერთო community-ში, ხო სად გავიგო, გავაკეთოთ LinkedIn-ი, და თქვი რომ გინდა ესა თუ ის. ან რა შედი და ნახე სხვები რას აკეთებენ და ათვალიერე. მე მათი აქტივობები ნახე და მიხვდები რა არის აქტივობა და community-ში ხალხს დაიმატებენ, ნახავ რა საქმიანობენ. ნახავ რომ თუნდაც ეს გამოცდილი დეველოპერები, ვისაც დიდი ხნის გამოცდილება აქვს, გასაგებ რაღაცებს აკეთებენ და შენ ხვდები რა გააკეთა ამ ადამიანმა რა და მე ხვდები რომ შეიძლება რომ მე მეც გავაკეთო, მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს გამოცდილება, მე მიდიხარ აქედან გამომდინარე აკეთებ რაღაცას, არ გამოგდის, ეკითხები ამ community-ში ვიღაცას, გეხმარებიან. მე ვიღაცა ისეთ პრობლემას დაწეს, ვისაც შენ დაეხმარები და მე უკვე იქ ანთებულია და იქ რა იქამდე ანთებულია, მაგრამ მე უკვე გიზგიზებს, ხო და ამიტომ ნიშნულოვანია ეს რომ იმოქმედო. ორი კითხვა არის მასობაში. ესე იგი, ჯერ საბას ვუპასუხოთ, თუ ერთ დღეს Flutter-ის შესწავლა მოვინდომე, რათა iOS და Android app-ები ერთად შევქმნა, რა როლს ითამაშებს ამაში iOS development-ის ცოდნა, რამდენად გამომადგება? ბატონო. გამოგადგება. ძალიან კარგად გამოგადგება. და პროგრამირების ერთი ენა თუ გეცნობ, მე წინაზე თქვი, ნიშნულოვანი არის რომ ერთი ვისწავლოთ, როცა პირველ ენას ვსწავლობთ, როცა ერთი გეცოდინება, შემდეგ მეორეზე გაგება რთული არ იქნება. იქნება იმაზე, რავი, ნახევარჯერ უფრო ნაკლებად რთული. ახლა ისმის კითხვა რომ აი მაგალითად თუ ვარ 3 წლიანი გამოცდილების მქონე iOS დეველოპერი და გადავწყვეტე Flutter-ზე გადავიდე 3 წლიანი Flutter-ის დეველოპერის საქმეს რამდენ ხანში გავაკეთებ. ეს უკვე დამოკიდებული არის დათმობილ დროზე და რა შეიძლება იქ იყოს 1 წლიდან 3 წლამდე დიაპაზონი რომ დაეწიო ბჭყალებში, ანუ იგივე ეფექტურობა გქონდეს თავიდანვე რომ Flutter-ით დაგეწყო. გააჩნია. შემდეგ კითხვა რა იყო, მაგრამ მე აქ ვერ ვხედავ. შემდეგი კითხვა არის, რა დროს უნდა მივხვდეთ რომ დასაქმებისთვის მზად ვართ? ამას ასე ვერ მიხვდები, შავიდე ოთახში სინათლე არ აინთება. ეგ არის მუდმივი პროცესი, როდესაც ვცდილობ რომ გახვიდე გასაუბრებებზე, მოაგროვო, ანუ ჯერ ვცდილობ რომ გახვიდე და წარმატებით გახვიდე. პირველი რამდენი ხარ რიცხვს არ ვიტყვი, რამდენი შეიძლება ზუსტად რამდენი გასაუბრება შეიძლება დაფეილდეს, მაგრამ გადიხარ გასაუბრებაზე, იმიტომ ხარ გადიხარ რომ ოღონდაც სამსახური დაიწყე. მარტო თუ ვერ დაიწყე გაბრაზდი. არ გამოვა ეგრე. ანუ იმ გასაუბრებიდან უნდა წამოიღო რა უნდა განავითარო. უმნიშვნელოვანესი არის ფიდბექი მოთხოვეთ, ითხოვეთ ფიდბექი თავაზიანად, რომ მოკლედ ხო რა ფიდბექი წამოიღეთ და იმუშავეთ. მე ნახავ რომ წინა გასაუბრებაზე ისეთი რაღაცეებიც ვერ თქვი, რომელიც იცოდი, იმიტომ რომ გასაუბრება იყო და თავის დაძაბულობა ჰქონდა. მეორე გასაუბრებაზე ნახავ რომ აჰა, იმნაც რომ საკითხებზე უკეთესად საუბრობ, მაგრამ რაღაცები დაგაკლდა. პროცესი ეს არის ტრანსპარენტული პროცესი, როდესაც თავიდან არ გამოდის, უკეთესად გამოდის და მე გამოვა. ანუ არ არის რომ ჰოპ და მზად ვარ და ახლა ვიწყებ გასაუბრებას. ეგ არ არის, იმიტომ რომ თავიდანვე მიეჩვიეთ ამას და არ იაროთ ნაბიჯების გადაუთქმელად გასაუბრებებზე რა. როცა ეს გასაუბრებაზე გახვალ და შეატყვე თავს რომ რაღაცები გამოსასწორებელია, ცოტა იმუშავე, ცოტა ვამბობ რომ რა ერთი თუ ემუშავე საკუთარ თავს დახვეწვის კონკრეტული სკილები, მე ისევ გადი. გავაპარე, ანუ გახვედი იმ შედეგზე რაც გინდოდა. მაშინ კი ბატონო, გახვედი. თუ ვერ გახვედი, წამოიღე ის ფიდბექი რომ მე უკეთესი იყო. და ყველა ვარიანტში გახვალ. უბრალოდ ძალიან ბევრი მოგიწევთ რომ იმუშაოთ. აი მართლა ბევრი მოგიწევთ. 5 წლის წინ ჯუნიორს მოეთხოვებოდა. მოდი სხვანაირად ვიტყვი. 5 ჯერ მეტი მოეთხოვება და 10 ჯერ მეტი ჯუნიორს დღეს ვიდრე მოეთხოვებოდა წლების წინ. იმიტომ რომ მოთხოვნაზე გადავდივართ, ეხლა შეიძლება სლაიდების თანმიმდევრობას გადავახდეთ, მაგრამ საკითხი კარგად მოიტანა. ბევრი ადამიანია, ვისაც უნდა რომ ისწავლოს. და ბევრი ადამიანი აკეთებს. შესაბამისად, ბაზარზე ხალხი, ვისაც ცოტა მაინც ესმის ბევრია. ანუ გამოიცნოთ ჩვენ ბევრი უნდა გვესმოდეს შედარებით, რომ უფრო ცოტა ხალხში მოხვდეთ. და შესაბამისად, ეს უნარები უნდა დავამუშავოთ. ამიტომ ადრე რა მოთხოვნებიც იყო ჯუნიორთან, ის არ არის. ახლა უფრო მეტია, რა თქმა უნდა, ბაზარზე მოთხოვნა არის და უნიშნელოვანესი არის, რომ ყოველთვის განახლებული იყოთ ინფორმაციით
ვინცად დაიწყო მუშაობა, ამიტომ არის LinkedIn-ი კარგი, რომ გაიგებ ვინ დაიწყო მუშაობა, რა საკეთებს, მიწერე, აბა რა გამოცდილება გქონდა, რა გზა გაიარე, ანუ ჩაერთეთ community-ში. ეს არის უნიშნელოვანესი. და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში მოვა და მე ახვალთ იმ უკვე ცოტა ხალხში, ვინც უკვე რეალურად იღებს ამ საქმეს. ხო, ამის გამო ეგ არ არის პირდაპირ ეგრე ჰოპ და გავდივარ გასაუბრებას და ამიყვანეს ასეთი არ ხდება. ეს არის ნელ-ნელა პროცესითაც სწავლობთ გასაუბრებებზეც და შემდეგ უკვე. Okay. მადლობა ვასო. მარიკ წერს ჩემს დროს რომ ასეთი ლექციები ყოფილიყო 4 წელს არ დავყარგავდი არაფრის მომცემი პროფესიაში. ხო, დისციპლინა მნიშვნელოვანია, мотиваცია არ არის დიდხნიანი დისციპლინაზე იმისათვის. Reddit-ზე შეგიძლია community-ს კითხვა და დაგეხმარებიან აუცილებლად და ურჩიეს და საბა. რა ძირითადი განსხვავებაა Flutter-ისა და Native iOS development შორის არქიტექტურულად? არქიტექტურულად ძირითადი განსხვავება, ანუ პროგრამირების გაგების კუთხით რო შეხედო, ამაში განსაკუთრებული დიდი განსხვავება არ არის. იმიტომ რომ ობიექტ ორიენტირებულ პროგრამირებაზე ვართ ორივე შემთხვევაში და ის ძირითადი ფუნდამენტური საკითხები, რასაც თუნდაც აქ Swift-ში ვისწავლით, იქაც გამოგვადგება. უბრალოდ იქ სინტაქსი ენის განსხვავება და პროექტის გაშვება მოწყობილობაზე ეგ იქნება განსხვავება. კონკრეტულად როგორ და საიდან უნდა მიიღოს სწავლის პროცესში პრაქტიკული გამოცდილება? კი ბატონო. გააკეთე უნდა შენი პროექტები, ჩვენ თუნდაც ჩვენი კურსის ფარგლებშიც ვაკეთებთ ან ტექნიკური დავალებები აკეთებს ამ ყველაფერს. უნდა შეასრულო ის დავალება, რასაც რავი, კურსის ფარგლებში ვითვალისწინებ, დამატებითიც უნდა გააკეთო და ის თუ როგორ სწავლობდი, ესეც უკვე ტექნიკური გამოცდილებაა და პატარა პროექტიც უკვე პატარა გამოცდილებას გაძლევს. შესაბამისად, ერთი პატარა გამოცდილების შემდეგ უფრო დიდ პროექტს შეეჭიდები, იმის შემდეგ უფრო დიდს და დააგროვებ სამსახურის გარეშე გამოცდილებას. ეგ არ არის რაღაც უტოპია, რომ სამსახურის გარეშე გამოცდილება როგორ დავაგროვო, აქ თავისუფლად შეიძლება სამსახურის გარეშე გამოცდილება დააგროვო. მადლობა. დაახლოებით თქვენ ახლა სწავლობა iOS რა beginner course. Stanford-ის კურსით დავიწყე და Swift-ის beginner course გავდივარ. ახლა უბრალოდ მაინტერესებს Swift UI უფრო განვითარებულია როგორც ობიექტური ინტერფეის პროგრამა თუ Swift-ი. UI kit-ის და ალბათ Stanford-ზე Swift UI-ის კურსს სწავლობ. რა შეეხება Swift UI ვისწავლოთ თუ UI kit-ი? ნიშნულოვანი არის რომ დავიწყოთ UI kit-ით. იმიტომ რომ უმეტესი აპლიკაციები ჯერ კიდევ მაინც UI kit-ზე არის განთავსებული, მათ maintenance ან მოვლა სჭირდება და Swift UI-ც უკვე შემდეგ ნიშნულოვანი არის. ანუ არც ერთი შემთხვევაში არ დავკარგავთ, მაგრამ ის თუ გვინდა რომ ორივე ვისწავლოთ, ამ შემთხვევაში UI kit-ით დაიწყეთ, არგად დადეკით ფეხზე და შემდეგ გადადით Swift UI-ს. იმიტომ რომ მიდგომები არის რადიკალურად განსხვავებული. Okay, მე მგონი მეტი კითხვა არ არის, ლაშა რატომ აიწყინე? სამი თვე მეცოტა. მეგას ალბათ საჭირო იქნება, მეგობრებო, მე ხელმეორად ურთავ ხოლმე, უბრალოდ გვატყობინება ხოლმე, რომ აი ორი კვირა მინდა რომ ჩავუჯდე და ურთავ დამატებით არ არის პრობლემა იქ. UI kit reads Swift UI-ს. არაფრით. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ Swift UI უფრო გვიან გამოსული ტექნოლოგიაა, რომელიც მაინც დაღვინების ფაზაში არის და მისი დანერგვა უკვე დიდი ტემპით, მაგრამ მიმდინარე პროცესი არის და UI kit არის რის თავზეც არის ასე ვთქვათ ეს Swift UI დაშენებული და ნიშნულოვანი არის გაგება Swift UI-ში მომხდარი მაგია როგორ ხდება რეალურად. ნიშნულოვანია რომ UI kit ვისწავლოთ, ერთი იმიტომ რომ
ბევრი აპლიკაცია შეგხვდება და მიმდინარე პროექტები, რომელიც ორივეზეა დაწერილი და ორივე რო გესმოდეთ, კარგია და ფუნდამენტურად უფრო ხელით ეხები ბევრ რაღაცას გასაგებენაზე, ასე რომ ვთქვათ, ვიდრე თავისით აკეთებდეს რაღაცას. თუ ახლა ამას განვავრცობ და ვიტყვი შემდეგნაირად. თუ ჩვენი მიზანია ის რომ რავი 4 წელიწადში ან 3 წელიწადში დავიწყოთ მუშაობა, მაგ შემთხვევაში რა გავერთოთ Swift-ი უფრო სახალისო, უფრო ჩქარჩქარა გაგიყვანს შედეგზე. აპლიკაციებს დაასრულებ 0-დან ბოლომდე 100% შეგიძლია მარტო Swift-ი თქონდეს დაწერილი აპლიკაცია. დადებითი ის აქვს რომ iPad-ზეც სხვადასხვა პლატფორმებზეც იმავე კოდით წახვალ და არანაირი განსაკუთრებული ცალკე მოვლა ამაზე არ გჭირდება. ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. იმიტომ არსებობს რომ ბევრი უპირატესობა აქვს. და რატომ უნდა ვისწავლოთ UI კიტი ამაზე ვისაუბრებ. გებატონ. კარგი. ტექნიკურ უნარებზე მინდა რომ ვისაუბროთ. ტექნიკური უნარები მოკლედ ობიექტი-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლებს ვისწავლით. Xcode-ი დაგჭირდება აუცილებლად და MacBook-ი. ვისწავლით UI kits, Swift UI-ს არ ვისწავლით. მხოლოდ UI kits ვისწავლით. ვისწავლით ასევე როგორ ვემუშაოთ სხვადასხვა API-ს, ანუ backend-დან წამოღებული ინფორმაცია ჩვენთან აპლიკაციაში როგორ გამოვაჩინოთ, როგორ მოვარგოთ სხვადასხვა ტიპის დიზაინის აპლიკაცია ისე რომ როგორც გსურს ისე ჩანდეს სხვადასხვა ზომის ეკრანზე, ასევე ვისწავლით თუ როგორ შეიძლება ჩვენივე დაწერილი კოდის შემოწმებების წერა რომ აბა მოსალოდნელი როგორიც იყო თავიდანვე კოდი ისე მუშაობს, რასაც ტესტირება ეწოდება და გავიგეთ მოკლედ რა ხდება ზოგადად აპლიკაციაში არა მხოლოდ UI-ს მხრივ, არამედ ფუნქციონალურად და არქიტექტურულად. დავგეგმავთ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურებს, სადაც გავიგებთ სად რისი გამიჯვნა მოხდება და რატო. ასო, შეიძლება სილაბუსი გავაზიარო, რადგან შეკითხვაც დაისვა კურსის შესახებ უფრო დეტალურად თუ ისაუბრებთ და გამზადებული მაქვს და შემიძლია რომ გავაზიარო. კი ბატონო. სილაბუსიდან. Swift-ის გარდა, რაც შეეხება უმნიშვნელოვანესი ვისწავლით ვერსიების კონტროლს, ვერსიების კონტროლს ვისწავლით, თუ როგორ შეიძლება რომ ჯგუფურად ერთად ვიმუშაოთ და თქვენ გექნებათ კოლაბორაციული დავალებებით, სადაც ერთად იმუშავებთ და გადააწყდებით სხვადასხვა გამოწვევას, რაც ყოველდღიურობა არის დეველოპერისთვის და ხო, ტექნიკური უნარები არის ეს რომ ჩართული იყო და დრო კონდეს ნიშნავთ ეს არ არის რომ 24 ლექციაა ხომ მგონი თუ 28 ორჯერ 28 საათი არ არის ეს კურსი ეს არის ლექცია არის მარტო ეს და დანარჩენი სახში იმუშაოთ ბევრი და უნდა იმუშაოთ ყოველდღიურად შეიძლება კვირაში ერთი დღე არ ივარჯიშო დაისვენო შეიძლება მაგრამ არა რომ შაბათი კვირა იმუშავონ მარტო ლექციას უყურო და ამით გავალ ასე არ მოხდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ და ასევე მნიშვნელოვანია რაც მე თავიდანვე გავუსვი ამას ხაზი რომ მოლოდინი კონდეთ რა ხდება 3 თვე რომ მორჩება თქვენ გექნებათ ძალიან კარგი ფუნდამენტი და გეცოდინებათ როგორ გააგრძელოთ სწავლა და რა უნდა გააკეთოთ ანუ 3 თვეში ჯუნიორ დეველოპერი ვერ იქნები რაც არ უნდა გააკეთო შანსი არ არის უბრალოდ გეცოდინება რა უნდა ისწავლო ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულ ხალხთან იქნები და ერთი პრობლემები გექნებათ გადანალახი და ეს ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ანუ კაფიო იქნება თქვენთვის გასაკეთებელი ნაბიჯები კონკრეტული შედეგის მისაღებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ კარგად გაიგოთ. კითხვა სილაბუსი ჩანს ჩემი? კი, სილაბუსი ჩანს ახლა ვარ 26 ლექცია ჩანს. ბოლომდე ჩავსქროლ იდეაში საუბრობ. ხო, ამაზე ვსაუბრობ. ხო, აი დავალებებზე და ის შეკითხვა დავალებები რა სახის იქნება, იმიტომ რომ ალბათ შენიშნეს 24 კი არა 25 დავალება არის კურსზე და რა სახის დავალებები იქნება კონკრეტული აპების შექმნა თუ ჯერ მხოლოდ გეგმის დასახვა. შეიძლება ზემოთ რო ასკროლო. მესამე მეოთხე ქვემოთ თუ შეიძლება ცოტა ქვემოთ კიდევ აი სტოპ კი ბატონო მე-11 ლექციამდე
იქნება როგორ იცით, პორცია დავალებები იქნება, რომ კონკრეტული საკითხი გავიარეთ, ამ საკითხის შესაბამისი დავალება იქნება. მეორე საკითხი გავიარეთ იმის შესაბამისი, რომელიც წინას მოიცავს დიდწილად, ზოგჯერ სრულად მოიცავს. ხოლო მეათე ლექციიდან, სადაც უკვე მე-11 ლექციიდან, სადაც უკვე გვერდის და ვიზუალის აგებას ვისწავლით, იქ უკვე მე შეგვეძლება რომ მინი აპლიკაციები ნულიდან ბოლომდე გავაკეთოთ. აქ ხომ მნიშვნელოვანია ეს რომ თეორიულად შესაძლებელია ეს თუ არა მე-11 ლექცია 28-ში ჩათვლით გადიოდეს და ერთ საბოლოო პროდუქტს მაძლევდეს. ეგეც შესაძლებელია, მაგრამ ის რომ კონკრეტული დავალება ერთ კონკრეტულ საკითხზე იყოს ფოკუსირებული, უკეთესი არის, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ რაღაცაში მოხდება მასტერიზაცია, ანუ დახელოვნება, ასე თქვა კონკრეტული საქმის და პარალელურად ჯგუფელებმა შეგიძლიათ რომ აკეთოთ, მოკლედ, რა პროექტის გაგიხადებათ, ის რა თქმა უნდა დაგეგმარებაში დაგეხმარებით და გეტყვით, რომ აბა შევეჭიდოთ, აბა არ შევეჭიდოთ, აბა ჯობსოთ და გავამარტივოთ და ისე შეეჭიდოთ ამ ჯგუფურს. შეგიძლიათ დამოუკიდებელი ლექციები ჩაატაროთ ერთმანეთთან, განიხილოთ, დარეკოთ, ანუ დრო არ უნდა დაკარგოთ რა. ის რომ სამი თვე რო გავა, არ უნდა იფიქრო ნეტამეტი გამეკეთებია იქნებდა უკეთესი ყოფილიყო. ყველა ვარიანტში მაქსიმუმი უნდა ჩადოთ და გააკეთოთ. ხოლო ბოლოს როცა გავალთ ფინალური შუალედური არ იქნება აპლიკაცია, იმიტომ რომ მე-11 ლექციამდეა შუალედური და ფინალური პროექტი იქნება უკვე სრული აპლიკაცია, რომელთვისაც მოგეცემათ გარკვეული დრო 10 დღიდან 2 კვირამდე და ამ დროში უნდა დაამთავროთ ის კონკრეტული აპლიკაცია. ხო, დღეებში ეს კონტროლი ეს მნიშვნელოვანია აქ კიდევ რომ როცა GitHub-ზე გექნებათ განთავსებული, GitHub-ი არის პლატფორმა, სადაც თქვენი კოდი არის და თქვენი აქტივობები არის წარმოჩენილი. და ესეც ერთგვარი პორტფოლიოს საწყისი იქნება თქვენთვის და იაქტიურეთ. ძალიან იაქტიურეთ, ეს არის მნიშვნელოვანესი. თავიდანვე და იქ მორიდება არ არის კარგი ამბავი რომ ვინმეს არ კითხო ან თუნდაც მე არ შემეკითხო იმიტომ რომ როგორ ვერ გავიგე წინა ლექციაზე რაც ახსენე ამას არ ვიფიქრებ არც ერთ ვარიანტში იმდენჯერ გავიმეორებ რამდენჯერაც საჭირო იქნება ოღონდ მოსმენის სურვილი იყოს თავარი და გაგების საიტზე რასაც ხედავ დღეები არის ორშაბათი შაბათი სწორად გვაქვს მითითებული ორშაბათი შაბათი კი სწორად. კარგით, ხო, აი ზემოთ იკითხეს, რომ ორშაბათს და პარასკევს იქნება თუ არ ვცდებია და ორშაბათს და შაბათს, შაბათს 3 საათზე, ორშაბათს საღამოს 8 საათზე. კი ბატონო. კვირაში ორჯერ და ნუ დავალებები როგორც ნახეთ, ფაქტობრივად სულ გაქვთ და ეს შეხვედრიდან შეხვედრამდე უნდა შეასრულოთ, რომ მე არ ჩამორჩეთ და არ დაგიქროვდეთ და ისეთ მე უფრო მაღალია შანსი რომ დანებდეთ და გაიქცეთ ახალი პროფესიის შეძენის პროცესიდან. მე სილაბუს გავთიშავ, მაშინ საიტის ხელმისაწვდომია. კარგი ამბავი ის არის, რომ ფასტარტება გვაქვს 100 ლარიანი 1 აგვისტომდე. განაწილება შეგიძლიათ საქართველოს ბანკით, TBC-ით, Liberty Stop Card-ით და ასე შემდეგ 4 თვიდან 8 თვამდე ხანგრძლივობის სრულად უპროცენტო განაწილება შეგიძლიათ საიტიდანვე და ერთიანი გადახდაც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია. საიტზე ნახავთ ყველაფერს. ვიდრე გადაიხდით, კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და უბრალოდ კონსულტაცია გაიაროთ, ასე რომ პირდაპირ გადახდა არ არის აუცილებელი, როდესაც დარეგისტრირდებით კონკრეტული კურსის გვერდზე. ეს მინდოდა მეთქვა და შეგვიძლია განვაგრძოთ. კი ბატონო. განაზღაურებას. განაზღაურებასაც შეეხება ანუ ძალიან ისეთ საკითხია, ყველაზე ბუნდოვანი პასუხი რაც არის გააჩნია და გააჩნია ძალიან ბევრ რამეს. ამხელა გამოცდილება გაქვს, სად მუშაობ, რა კონკრეტულ კომპანიაში ხარ და ასე შემდეგ. ანუ შესაძლებელია რომ დაიწყოს 400 ლარით სტაჟირებაც შეიძლება უფასოც კი იყოს და თუ ამის საშუალება გვაქვს უკან არ დაიხიოთ გარკვეული დროით უფასო სტაჟირებაზეც, იმიტომ რომ ამ დროს ისე სწორი კითხვების დასმით დასვა მკითხოს რომ რას ვიღებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი 3 ძირითადი საკითხი, რას მაძლევს კომპანია? კომპანია მაძლევს ანაზღაურებას, ან თუნდაც დაწყება, ან თუნდაც ცვლილება თუ გინდათ რომ თქვა, არის რას მაძლევს კომპანია? მაძლევს განათლებას, ანუ ვიღებ ცოდნას? ოკეია. ვიღებ მატერიალურ სარგებელს? ოკეია. ვიღებ კარიერულ წინსვლას?
ამ სამიდან მინიმუმ ერთ-ერთი თუ კმაყოფილდება, აქ კითხვის ნიშნებია დასასმელი, რომ მივდივარ, ან არ ვიწყებ, სწორს ვაკეთებ. თუ ერთ-ერთს მაინც აკეთებს, მაგ დროს დასვით კითხვა, თუ არც მატერიალური სარგებელი აქვს, არც ცოდნას გაძლევს და არც კარიერული წესვა გაქვს, მაშინ სხვანაირად უნდა გადადგა. ანაზღაურებასაც შეეხება ძალიან ბუნდოვანი თემა არის და არ არის რომ გინდა თუ არა პირდაპირ 3000 სილარით იწყებ ხელფას სამსახურს და გინდა თუ არა რომ 7 ან 8000-ზე მეტი არ არსებობს, მაგრამ იმ კონკრეტულ ადგილს და გამოცდილებას გააჩნია. შეიძლება უფასოდ დაიწყო, შეიძლება 400 ლარადაც დაიწყო. გააჩნია. შეიძლება თვეში, რავი, 10000 და 15000-იც კონდეს და მეტიც. შემოსავალი. რამდენ ადგილას მუშაობ, შეიძლება 2 ადგილსაც იმუშაო, მოგვად. ბატონო, კომენტარიც ნახე ხო? არა. შეხედა. გამიგია რომ აქ ორ ბაზარზე უფასო სტაჟირებაც ჭირს. უცხოურ ბაზარზე როგორა ამხრივ საქმე. სტაჟირებაზე, რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი მოთხოვნები აქვთ, რაც დამწყებს ფიზიკურად ვერ ექნება და რატომ? ოკეი, დამწყებს რატო ვერ ექნება? ანუ გამოცდილების დაგროვება სამსახურის გარეშე შესაძლებელია. ამიტომ ვთანხმდებით იმაზე, რომ დამწყებს შეიძლება ბევრი გამოცდილება დაუგროვდეს. და ანუ უსამსახურო ადამიანს შეიძლება გამოცდილება დაუგროვდეს, ამაზე შევთანხმდით. რაც შეეხება საქართველოში მოკლედ რთულია სტაჟირება, უფასო სტაჟირებაც კი რთულია, იმიტომ რომ როგორც ახლა ქვემოთ თქვა ჩვენმა მეგობარმა მარიამმა, სტაჟირებას რო გადავხედე, ბევრი მოთხოვნები არის. კი ბატონო, ბევრი მოთხოვნის შესაბამისად, შენამ რატო არის ბევრი მოთხოვნა? იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა იცის საფუძვლები და საწყისები. იმაზე მეტი უნდა იცოდე, ვიდრე ბევრმა იცის და შესაბამისად მოხდები იქ, სადაც ბევრი ვერ ხდება. რაც შეეხება ახლა უცხოურ ბაზარს. უცხოურ ბაზარზეც იგივე მდგომარეობაა, უკეთესი მდგომარეობა იყო ამ წლის დასაწყისში შეიძლება ითქვას. და AI-ის ბუმი არის ამ ეტაპზე და ამიტომ ბევრ რაღაცას AI ასრულებს თვითონ, ბევრი რაღაც კონკრეტული საქმის ტესტირება მიდის, ამდენად შესაძლებელია რომ ეს მართლაც ისე როგორც სურს დიდ თუ პატარა კომპანიას გავიდეს საქმე, ან მოგვარდეს საქმე AI-ის გამოყენებით, მიდის ბევრი რაღაცას დატესტო. ახლა შეიძლება ითქვას რომ მერყევი არის ბაზარი იმ კუთხით რომ რამდენად ბევრი ჯუნიორი გათავისუფლდება კიდე ეგეც არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება რომ ჯუნიორები იმდენი არ იყოს საჭირო. ანუ გამოდის რომ მომავალში ეს გათავისუფლებული ჯუნიორებიც, რომელიც შეიძლება რომ აღარ იყოს უბრალოდ კომპანიაში საჭირო, იმიტომ რომ ერთი ჯუნიორი გააკეთებს 3 ჯუნიორის საქმეს AI-ის გამოყენებით. დაუშვათ ამბობ. ან ერთი მიდლი გააკეთებს 3 ჯუნიორის საქმეს AI-ის გამოყენებით, ხო? ამიტომ ეგ ხალხიც, ვინც დაკარგავს სამსახურს, თუ არ განახილდებიან და დაეწევიან თანამედროვე მოთხოვნებს, თქვენი კონკურენტები იქნებიან მომავალში. და ეს რეალობაა. და ამიტომ უფრო მეტი ასე ვთქვათ, მოლოდინით და მოთმინებით უნდა მივადგეთ ამ პროცესს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ისმის კითხვა ეს AI ჩაგვანაცვლებს, არ ჩაგვანაცვლებს 1000 მოსაზრება არის იმაზე და აბა უცებ აწეული არის ეს მოსაზრებაც რომ აბა ჩაგვანაცვლებს, არ ჩაგვანაცვლებს. AI არ ჩაგვანაცვლებს, ცალსახად არ ჩაგვანაცვლებს, გააჩნია ჩვენ როგორი ვიქნებით. და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. AI-ს შენ გამოიყენებ თულად, თუ სხვები გამოიყენებენ რომ შენ ჩაგანაცვლოს. აქაც სწორ გამოყენებაზე არის საუბარი და შენი პირადი ღირებულება უნდა შექმნა ისეთი, რომელიც არ იქნება მარტივად ჩანაცვლებადი. და ასე თუ დავსვათ კითხვას, რომ AI ზოგადად რომელიმე დეველოპერს ჩაანაცვლებს, კი ჩაანაცვლებს რომელიმე დეველოპერს, იმის საქმეს გააკეთებს და ავტომატურად ჩანაცვლებული გამოვა. მაგრამ თუ იმ დეველოპერს ეწოდება სხვა კონკრეტული საქმის სხვა დონეზე გაკეთება, უпростоრეთ, საქმის სხვა დონეზე გაკეთება, AI-ს თვითონ გამოიყენებს საკუთარ თულად და სხვა ჩაანაცვლებს ის. ანუ არაპროგნოზირებად ეტაპზე ვართ. ნახოთ რა იქნება.
მოთხოვნაც ბაზარზე ვთქვით, რომ არის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მოთხოვნაზე არის თვითონ კრიტერიუმები საგრძნობლად მაღლად აწეული და ეს მიიწევს ზემოთ ეს კრიტერიუმები, ზემოთ არასოდეს ახლა უკვე მოდი უფრო ნაკლებად გამოცდილი დეველოპერიც გვაწყობს, ასეთი კითხვა, ასეთი მოსაზრებები უკვე კი არა არის. ყოველთვის უფრო მეტს ველით დეველოპერისგან, ვიდრე ამას აქამდე ველოდით. საიდან დავიწყოთ პროფესიის შესწავლა? ეგრევე დაიწყეთ, ეს არის საიდან არ არის ყველაზე კარგი კითხვა, ყველაზე კარგი კითხვა როდიდან და ახლავე დაიწყეთ, რავი რო გათიშოთ დაისვენეთ და შეგიძლიათ დაარესერჩოთ რა ხდება საერთოდ ეს პროგრამული უზრუნველყოფა რო იქნება, რა პრობლემას ჭრის და რა არის ღირებული ბიზნესისთვის, რა არის ღირებული ზოგადად საქმისთვის და დეველოპერმა რა უნდა იცოდეს. კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი პრინციპები რაც არის პრინციპები და მიმდინარეობები. გაიგეთ კომპიუტერი როგორ მუშაობს, დოკუმენტური ფილმი ვით უყურეთ მინიმუმ. დღესვე დაიწყეთ და ის რომ მაგალითად სექტემბრის კურსს დაველოდოთ, არ დაელოდოთ. შეგიძლიათ რომ ამ სექტემბრის კურსამდე კომპიუტერის თვითონ სისტემას რო ესაუბრო command line interface CLI შეგიძლიათ დაარესებთ და იმის basic ბრძანებები ისწავლოთ. ანუ რაღაცის გაკეთება უკვე შეგიძლიათ, ანუ მით უმეტეს, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კოდი არ დააწერიოთ ხელოვნური ინტელექტს, კოდი არ დააწერიოთ. ეგ გამოიყენეთ თუ გამოიყენეთ ეფექტურ შესაძლებლობად და თულად იმისთვის რომ რეალური ცოდნა მიიღო და განსჯის უნარი არ დაიქვეითოთ. ანუ მოდი შინაარსი გამომიტანე, შეიძლება ერთხელ კითხო, მაგრამ ამ შინაარსის შეფასება თავიდან ბოლომდე მას არ გამოატანიო რა. ანუ კონსპექტად შეიძლება გქონდეს და სწრაფი წვდომის წყარო იყოს, მაგრამ გაფილტრე, გაანალიზე, შეხედე და დაამტკიცე რომ სიმართლეს გეუბნება. ყველა ვარიანტში დაამტკიცე, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს მართალი, ან თუნდაც დარწმუნებული იყო 100%-ით მართალია, შენი მინდობლობა, სრული ნდობა არ გამოუცხადო და შენი განსჯის უნარი არ დააქვეითო, იმიტომ რომ ეს კრიტიკული აზროვნების უნარი ზოგადად საჭიროა არა მარტო პროგრამირებაში, ცხოვრებაში. და ყველაფერს ნუ შეეკითხებით, მაგრამ თუ ეხლა რაღაც კონკრეტული დეტალი არის, რაც უცებ გინდა რომ მიიღო ინფორმაცია რაღაცაზე და იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. შეგიძლია რომ აზრი გავიგოთ, აზრზე მოვაყვანიოთ თავი და კარგად გამოვიყენოთ, მაგრამ მანდ ხა სხვარია რა, კარგად გამოყენებასა ცუდ გამოყენებას შევერს და ფრთხილად მოკიდეთ ამ ინსტრუმენტსაც. შეგვიძლია დავიწყოთ დამოუკიდებლად, შეგვიძლია დავიწყოთ ასევე კურსებითაც და ეგრევე გადადგმული ნაბიჯებით. როგორ დავიწყოთ? ეგრევე გადადგმული ნაბიჯებით დავიწყოთ პროფესიის შესწავლა. და დიაგნოზი არ გამოუტანოთ თქვენ თავს თავიდანვე, რომ გინდა თუ არა ესაა თქვენი პროფესია. თქვენ თქვით, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც გულისყურით მოვეკიდები. აი ასე მიატეკით. და მე მოგეწონება, ან არ მოგეწონება და თუ მოგეწონება გაყვები და მთელი გზა გულისყურით აკეთებდი, თუ არ მოგეწონება, იტყვი რომ გულისყურით ვაკეთებდი, არ მომეწონა და გული არ დაგწყდება მომავალში ნეტა მესინჯა. ჩემი რჩევა იქნება, რასაც გააკეთებთ და გადაწყვეტავთ, გულისყურით გააკეთებთ. მაქსიმუმ ჩადოთ და მერე განსაჯეთ შედეგი თქვენთვის.